ცნობილი წარწერა ჰოლივუდი თავის ადგილას დარჩება. ემბლემა ჟურნალ Playboy-ის მფლობელმა Hugh Hefner-მა გადაარჩინა. ადგილი, სადაც ემბლემაა დამონტაჟებული ჩიკაგოელ ინვესტორებს ეკუთვნით, რომლებიც მიწის გაყიდვას $12.5 მილიონ გეგმავდნენ. ლოს-ანჯელესის მოსახლეობამ წარწერის გადარჩენისთვის კამპანია წამოიწყო და ფულის შეგროვებას შეუდგა. ემბლემის გადარჩენის კამპანიაში ამერიკის 50 შტატი, მსოფლიოს 10 ქვეყანა და ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ. უკანასკნელ მომენტში Playboy-ის მფლობელმა წარწერისთვის $580,000 გამოყო. კალიფორნიის გუბერნატორის არნოლდ შვარცენეგერის თქმით, ჰეფნერის ჩარევა ისტორიის ჰოლივუდური ჰეპი-ენდი გახდა. თავად ჰიუ ჰეფნერი ემბლემას ჰოლივუდის ეიფელის კოშკად მიიჩნევს. წარწერასთან ერთად ქველმოქმედებმა 138 აკრის ფართობის მიწა გადაარჩინეს, სადაც სახლების მშენებლობა იგეგმებოდა. წარწერა ჰოლივუდი ლოს-ანჯელესში 1923 წელს აღმართეს. თავდაპირველად ეს მშენებარე ახალი რაიონის რეკლამა იყო.